მოგესალმებით. ბევრს ალბათ აღარ სჭირდება შეხსენება, რომ ხელისუფლება პრაქტიკულად დაცლილია ლეგიტიმაციისგან. მან დაკარგა საკმარისად საჭირო მხარდაჭერა ხალხში და დღეს თავიდან ბოლომდე დგას მხოლოდ და მხოლოდ ადმინისტრაციულ რესურსზე, მოსყიდვაზე, შანტაჟზე, კრიმინალურ სამყაროზე და ზონდერებზე. ამ უკანასკნელი, ანუ ზონდერების საქმეში მოქმედების ახალი ამსახველი ვიდეო კადრები ვიხილეთ გუშინ გვიან საღამოს მთელმა ქვეყანამ. დიახ, გუშინ გვიან საღამოს მთელმა ქვეყანამ ვიხილეთ კიდევ ერთხელ ყველასთვის ძალიან კარგად ცნობილი ხელისუფლების მიერ შექმნილი და მათ მიერვე თავიდან ბოლომდე კონტროლირებადი ზონდერები კონკრეტული სახელებით და გვარებით, რომელთა ანგარიშზე უკანასკნელი წლების განმავლობაში მოდის არაერთი სისხლიანი დარბევა და არაერთი უმოწყალოდ ნაცემი ადამიანის ფაქტი. მაგრამ ვინაიდან ჯერ კიდევ ქართული ოცნება აქვს მიტაცებული დროებით და დარწმუნებული ვარ ქვეყნის მართვის ბერკეტები, ეს ადამიანები არათუ არ არიან დასჯილნი კანონის წინაშე, არამედ როგორც უკვე თქვი, პირდაპირ იმართებიან ხელისუფლების მიერ. ორმაგად საწყენია და ალბათ ტრაგიკულიც, როდესაც უკვე მთელმა ქვეყანამ იცის, რომ რიგი ზონდერები არიან მოკალათებულნი საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში. დიახაც პირდაპირ უნდა ითქვას, საქართველოს ხელისუფლებამ, ქართულმა ოცნებამ თავშესაფარი მიცა რამდენიმე კარგად ცნობილ ზონდერს საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში და დანიშნა ისინი, დიახ, დანიშნა და არა აირჩიეს, დანიშნა იყო ის, რაც მოხდა თავის დროზე ფედერაციის მმართველ პირებად. რა მოხდა და რას ვითხოვთ ძალიან მოკლედ რომ თქვა. გუშინ ვიხილეთ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი შეიარაღებული ზონდერისთვის დამახასიათებელი რკინის ჯაჭვით აღჭურვილი, რომელიც ძალადობს 1000-მდე ადამიანის თანდასწრებით, არც მეტი და არც ნაკლები, ძალიან ცნობილი ახალგაზრდა მოჭიდავეზე. ამავე დროს ეს ახალგაზრდა მოჭიდავე გახლავთ საქართველოს ნაკრების კაპიტანი და ევროპის ჩემპიონი. ეს ისე უბრალოდ ფაქტის თუ რა მნიშვნელობა ვიზე ძალადობს, ხო? ეს ყველაფერი უკვე 10 დღის განმავლობაში ცნობილია ხელისუფლებისთვის და არანაირი რეაგირება. და რატომ იცით? იმიტომ რომ ამ ადამიანებზე დგას ხელისუფლება. ბატონი გეგა გეგეშიძე, ბატონი სრულიად უადგილო აქვს ზონდერი გეგა გეგეშიძე, რომელიც გახავთ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, ცნობილი ზონდერი, რომელმაც ჩაიდინა ის, რაც ჩაიდინა საქართველოს მთავარ სპორტულ დარბაზში, სპორტის სასახლეში და ვისი თანხლებით და ვისი მონაწილეობით, ასევე ძალიან ცნობილი ზონდერების მონაწილეობით, რომლებაც ყველაზე მეტად იძალადეს მათ შორის კოცხელში. ხელმძღვანელობაში მაქვს ცნობილი ზონდერი გიორგი გიგაური და ვლადიმერ გეგეშიძე და სხვები. და ვინმეს თუ გონია ძვირფასო საზოგადოება, რომ ამ ადამიანებმა იძალადეს რამდენიმეჯერ მხოლოდ იქ, სადაც ვიდეო კამერები და მედია მუშაობდა და დანარჩენ თავიანთ დროს ცხოვრებაში ისინი ატარებენ როგორც კეთილსინდისიერი მოქალაქეები, ძალიან ვწდებით. ორი ფაქტი გვაქვს, უბრალოდ სადაც მედია ესწრებოდა და ეს მტკიცებულებები ყველასათვის ხელმისაწვდომია. თორე თხემით ტელეფონზე თავიდან ბოლომდე ეს ადამიანები არიან ჩართულები აი ამ და დაკავებული ამ საქმიანობით. ადამიანი, ვინც არის ზონდერი გეგა გეგეშიძე, ფედერაციის პრეზიდენტი, რომელიც ამავე დროს გახლავთ პოლიციის კაპიტანი და იყო ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის დაცვის უფროსი, ჭიდროდ არის, რა თქმა უნდა, დაკავშირებული შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მისი მოადგილე ფედერაციაში საერთოდ გახლავთ ცნობილი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბატონი ჭიკაიძე და არავის საერთოდ არც კი სცემს ამ ადამიანებს პასუხს და არც კი ელიან ეს ადამიანები, რომ იქნებიან წარდგენილი მართლმსაჯულების წინაშე. ჩვენ მოვითხოვთ კატეგორიულად და სასწრაფოდ ზონდერი გეგა გეგეშიძე გადადგეს და გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და უახლოეს დღეებში იქნეს მართლმსაჯულების წინაშე წამდგარი. და ის რაღაცა კოჭრი არგუმენტი, რომელიც გუშინ გვიან საღამოს
გავიგეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიეროთ თითქოს იგი დაიბარეს, ანუ ზონდერი დაიბარეს დაკითხვაზე და იგი არ გამოცხადდა და სასამართლოში დაიკითხება. ეს რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ საუბრობთ, ქვეყანაში არის შერჩევითი მართლმსაჯულება, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი გახარიას სურს ადამიანის დაკავება რამდენიმე საათში განჩინებას იღებს ყველაფერს თავად დავანებოთ სასამართლო და როგორც იგი მოიქცა დათო კირკიტაძეს შემთხვევაში როდესაც მისმა თანამშრომლებმა გახარიას თანამშრომლებმა პროვოკაცია მოუწყვეს ოპოზიციის ლიდერებს. აი ეს არის კლასიკური შერჩევითი მართლმსაჯულება და ვფიქრობ კიდევ ერთხელ საზოგადოებას ნათლად უნდა ენახა და გაეგო და ამას ეძღვნება დღევანდელი ბრიფინგი თუ რა ტიპის სახელმწიფოში გვიწევს ჩვენ ცხოვრება და სად არის ბატონი დედაქალაქის მერი კახი კალაძე მილიონნახევრიანი ქალაქის მთავარ სპორტის სასახლეში, როდესაც წარმოუდგენელი ანგარიშსწორება ხდება ცნობილ სპორტსმენებზე, მას პირში წყალი აქვს ჩაგუბებული. სად ხართ ქართული ოცნების ლიდერებო, რატომ ხმას არ იმაღლებთ ამ აღმაშფოთებელ ფაქტთან დაკავშირებით? შევთხოვეთ, იმიტომ ხომ არა, რომ ამ ადამიანებზე დგახართ, დიახაც, ამ ადამიანებზე დგახართ და შესაბამისად ეს გამოწვევა უკვე დიდი ხანია მიღებული აქვს საქართველოს ჯანსაღ ნაწილ საზოგადოებისა და ყველაფერს გავაკეთეთ და ზონდერებთან ერთად ძალიან მალე უბრალოდ მშვიდობიან გაგესტუნოთ სახლებში. დიდი მადლობა.